ეს კაცი არის მუსლიმანი, მე ვარ ქრისტიანი, მაგრამ კირშის და ხინშიც ვარ ერთად. იაშა მიქელაძე. მალათიც. ზურაბ კახაძე. მე 92 წლიდან ვარ აქ ჩამოსული. მე დიდი ხანია. მეორე კლასიდან გადმოველი აქ. აქ ცხოვრობენ ქართველები, სომხები, ფრანგები. ჩემი ბიჭი მუსლიმანზე დაინიშნა, მუსლიმანი ბიჭი ქრისტიანზე დაინიშნა და გახდა ურთიერთობა ტკბილი. ეს არის ჩვენი სამლოცველო. მე შედის გაკეთება რომ დავიწყებ, შემოგთავაზეს ამოვალთო დაგეხმარებით, მაგრამ ჩვენ იმდენები ვიყავით რომ ჩვენ ძალებით და ჩვენ ფიზიკურად გავაკეთეთ ყველანაირ ყველაფერი. მე ხშირი სტუმარი ვარ ამათი და ყველასიც. ძალიან გთხოვთ, სახში შემოით. მოგძან. მოდით, სახში მოდით. თვითონაც ბაირამი რო აქვს რაღაცა, რა ქვია, იმას ხორცს რო კლავს. ყურბან ბაირამი. იმდენი ხორცი მომიგროდა, ალბათ ეს 7-8 ოჯახმა მომიტანა ხორცი. ამათ იმდენი ხორცი არ შეხვდათ, რამდენიც მე. აღდგომაზე მივდივარ მიულოცავთ აღდგომის დღესასწაულს. რა თქმა უნდა, მაგი დაგაშლილი აქნიან დავждებით. მადლობას გადავხდი და გამოვბრუნდები წამოვა. აი ეს არის ქრისტიანი ჩვენი სოფლის სალოცავი. ეს ვცხოვრობთ ჩვენ ამ სოფელში ქრისტიანები და მუსლიმანები. ღმერთი ერთია, მაგრამ ლოცვა განსხვავებულია. ყველა ერთ ღმერთს ვემსახურებით. დავდიოდით ადრე ღამეში ახალგაზრდობა ვიყავით, არ გვეზარებოდა მუსიკა რამეზათი ესენი, ცევკობდით, მღეროდით, ვათენებდით ღამეებს. ამათ ყავდნენ ტექნიკა ყველაფერი რომ მიწაზე ემუშავნის რამე და წაყვებოდნენ და გვიკეთებდნენ საქმეს. ნეტა ამ სოფლის არის როგორც ცხოვრობ ჩვენ ერთმანეთთან შეხმატკბილებული. ისე ნეტა თელ საქართველოშიც ეგრე იყოს ყველა სოფლებში და რაიონებში.